გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მე ისევ ბედნიერ სახლში ვარ და ისევ ვცდილობ, რომ სიცოცხლის ხიდი გავაბად, გავიგოთ რა ხდება იქით და რა ხდება აქეთ. ჩვენ ამ ყველაფერში გვეხმარება ხან ერთი სტუმარი, ხან მეორე, ხან ერთი ბრენდის წარმომადგენელი, ხან მეორე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ადამიანები, ვინც ეს გზა თავად გაიარეს და დღეს არიან ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის мотивация, ძალა, ენერგია, რითიც უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე ვიყოთ ასეთი ლაღები და ლამაზები. დღეს მეგი უკვე სტუდენტია, ჯანმრთელია, ლამაზია, მოტივირებულია, ცხოვრებას ალბათ სუსტად ისე უყურებს და ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორც მე და ბევრ თქვენთაგანს, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც მან ძალიან ძიმე 2 თუ 3 წელიწადი გაიარა, ხო, დედა თინათინ? 2 თუ 3 წელიწადი გაიარა, მეც მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსიროთ ჩემი მადლიერება ნანიკოსადმი და ძალიან მიხარია და მიყვარს ეს დღე, როდესაც ჩვენ ამ გადაცემას წერთ და თან კიდევ მეც ძალიან ისეთი ისაა რაღაც ჟურნალისტობასაც რომ რაღაცნაირად ვცნობ რომ დავებ ცოტა კი ძალიან მეცინება ხოლმე, მაგრამ მიყვარს ეს გადაცემა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანისთვის უნდა იყოს, ზოგისთვის უნდა იყოს, რომ მათ აიღონ მაგალითი დაუშვათ იმ კომპანიებიდან, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან, ჩვენი მადლიერება გამოჩნდეს და იმ ადამიანებისთვის იყოს мотивация, რომლებიც ახლა გადიან ამ რთულ გზას და ამ ჩემი მორჩენილი შვილების წარდგენით და ამაშიც გვეხმარება. მეგის რომ დაუბრუნდეთ, ჩემი საყვარელი პაცე ძალიან პატარა იყო მაშინ, ხო, 7 წლის იყო, როდესაც დაუდგინდა დიაგნოზი, 8 და 9 წლის იყო, როდესაც 3 წელი ვიბრძოლეთ ძალიან ეს რთული პერიოდები გაიარა, აბსოლუტურად ყველაფერი, ქიმიოთერაპიაც, ოპერაციაც და ოპერაციის შემდგომ მადლობა ღმერთს არ დაგვჭირდა არანაირი ქიმიოთერაპია და ესე დასრულდა მისი ეს ბრძოლა. 5 წელი ძალიან აქტიურად ვაკვირდებოდით და ძალიან ესეთი მკაცრი მონიტორინგის ქვეშ მყავდა და ისიც გავიდა ეს 5 წელიც, მაგრამ თან კიდევ ეხლა ახალი გაიდლაინების მიხედვით 10 წელია. 10 წელი ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ გიორგიექთან ერთად, ეხლა უკვე ამ გაიდლაინებით 10 წელი უნდა დავაკვირდეთ, მაგრამ თუმცა მეგი მეს 10 წელიც გაიარა წარმატებით, ასე რომ შეგიძლიათ თქვათ, რომ 100%-ით მეგი დღეს არის ჯანმრთელი ადამიანი. თუმცა ჩვენ მეგის მოусმენთ, მეგისგან გავიგეთ, როგორ გაიარა მან ეს გზა, როგორ მიიღო დიაგნოზი, რა იყო მისთვის ყველაზე მტკივნეული და რთული, მაგრამ მანამდე ძალიან გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, რომელიც უკვე მრავლად დევს. გააზიაროთ კიდევაც, იმიტომ რომ YouTube-ს აქვს ალგორითმი. რაც უფრო მეტი ადამიანი მოიწონებს ჩვენს დადებულ ვიდეოს, მით უფრო მეტ ადამიანს ექნება წვდომა ამასთან და რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს თუ რა ხდება ამ სახლში, მით უფრო მაღალი ხარისხით იქნება ამ ადამიანების ცხოვრება აქ, ვინც დღეს ძალიან რთულ გზას გადის. მოდი, მოიწონეთ ეს ვიდეო, დაუარეთ უბრალოდ სხვა ვიდეოებსაც, გახდით ჩვენი არხის მიმდევარი და ვიდრე ამას აკეთებთ, მე შევუტრიალდები მეგის. 7 წლის მეგი, რომელიც ლაღია, პატარა, ცხოვრება უყვარს ისე როგორც ყველა მოზარდს, უცებ იგებს, რომ ეს ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. რა იყო ეს პირველი რამაც შეცვალა შენი ცხოვრება მაშინ? არ შეიძლება არ შეცვალა, იმიტომ რომ პატარა იყავი და სულ სხვა შემართებით უყურებდი ცხოვრებას, არ ვიცი. მოგესალმებით პირველ რიგში. რაც შეეხება მაგასთან დაკავშირებით, პატარა ვიყავი და დიდად ბევრი რამ არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ის მომენტი, როდესაც პირველად აღმომაჩნდა, რომ რაღაც რიგზე არ არის და მახსოვს ძალიან ბევრი ექიმი, რომელიც თავს დამტრიალებს რა ხდება, 1000 ანალიზი, გაკეთება, გადაღება და ბოლოს იმ დასკვნამდე მისვლა, რომ მე მაქვს ავთისებიანი სიმსივნე. რისი თუ შეიძლება? ტერატომპლასტომა. პერიტორიალურად მუცლის ღრუში მუცლის დიახ და თან კიდევ ოპერაცია რო ჩაუტარეთ 3 კილო ნახევარი იყო ის წარმონაქმნი 8 წლის დიახ აი 8 წლის ბავშვი ხა წარმოგიდგენიათ ხა რამხელა წარმონაქმნი ქონდა ძალიან ისეთი დიდი მუცელი ქონდა ფერი არა ფოტოები არის დაბლა ჩვენ კი მეგი როდესაც ებრძვის ამ დაავადებას ის ფოტოებიც ქვემოთ არის როგორი იყო მაშინ ნუ ეხლა ფაქტია რომ ძალიან ლამაზი ხარ, მაგრამ მოდი დაუბრუნდეთ. მე ფაქტია რომ ეს სტრესია ბავშვისთვის, ამდენი ექიმი, ანალიზი, ნემსიჩქვლეტა, მაგრამ თავარი დიაგნოზი, ხო? თავიდან ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა, მაგრამ ნელ-ნელა უკვე დავწყე იმის გააზრება, რომ მე რაღაცისთვის ვიბრძვი. ანუ რაღაცისთვის უნდა ვიბრძოლო.
მაგრამ იყო თავიდან რაღაც ძალიან დიდი პრობლემა, რომელსაც ქვია ფინანსები და ფინანსური შერკინება რა. იმიტომ ვაკვირდებოდი დედას არ უნდოდა რომ შეემჩნია რომ ნერვიულობდა, არ უნდოდა რომ ჩემთვის მიეღო ეს სტრესი, იმიტომ რომ მე სხვა სტრესი მქონდა, ამდენი ექიმები, გადასხმები და ასე შემდეგ, მაშინ აი როგორც ანგელოზივით გამოჩნდა დედა თინათი. ნუ ფონდი ბერიანდრეს ფონდი ესე ვთქვა, მაგრამ მაინც იყო დედა თინათი. მახსოვს პირველი შეხვედრა დედასთან. სამტყოფოში ვიყავ მაშინ, ქიმიოთერაპიას ვიკეთებდი და შემოდის და ამბობს რომ შენ დედას ეუბნება რომ შენ თუ მენდობიო. მე მეგის როგორც საკუთარ შვილს ისე მივიღებო და დღეს ისე ვართ რომ როგორც დედაშვილი ისე ვართ და ამისთვის ყველაზე დიდი მადლიერი ვარ. ისე ერთი პატარა ლირიული გადახვევა ოთომ გაგვიზიარა თავის ისტორია და ესე დაიწყო რომ აი დედა იქ იყო ოღონდ ბიოლოგიური დედაა და ვიდრე გააგრძელებდა საუბარს ვერაფრით ვერ მივხვდი რას ნიშნავს რატო ყავდა ამდენი დედა თუმცა დედა თინათინზე ლაპარაკი ჯერ მართლა და ეს ალბათ ძალიან დიდი ბედნიერებაა ხო აი არაბიოლოგიურად ახლობელი ადამიანი მართლა გული და სულით რომ დედათ აგრიქოს. უდიდეს ბედნიერება და სულ ვამბობ რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რა არის რომ ერთადერთი შვილის დედა გავხდი ამდენი შვილის დედა და ჩემთვის ყველაზე ესეთი ის არის წოდება დედა თინათის რომ ეძახიან მე ხომ მონაზონი არა ვარ მაგრამ მაინც დიდი სიამაყით და სიყვარულით ვატარებ აი ამ ჩემს სახელს იმიტომ რომ ამ ბავშვების დედა მართლა ვარ და ყველაზე ძალიან რაც ყურში მაკლდა მამამ ანდრია როდესაც გარდაიცვალა 40 დღე იყო ის აი ამათმა შემივს ეს აბსოლუტურად და მართლა ჩემი შვილები არიან და არავისთვის არ მithქვამს რომ დედა უნდა დამიძახო. თავისით მოხდა ხო. ზოგიერთი ბავშვი მაგალითად აი სულ ძალიან ძველი ბავშვები მილედის მეძახიან ზოგი. თაზო მაგალითად. თაზო მილედის მეძახის. თაზოც მეგის დროინდელი ბავშვი არის, ისიც გადასევად გრძნობს თავს, თაზო მილედის მეძახდა და ხო, ვის როგორ უნდა, მაგრამ სახელით ეძახის. ხო, მაგრამ აი უმეტესი მეძახიან დედას და ეგ ძალიან ჩემთვის აი ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი არის. ერთი მომენტი მახსენდება, მამუკა ექიმთან უკონკურნალობდი ქიმიოთერაპიას, რომ ძალიან დაგვიანა, რომ უნდა გადაესა ჩაედგავე და ფიქსატორი და მე ყოველთვის პრობლემური ვიყავ, მაგრამ შეგონც არავის არ ჩაედგა ეგვენა ფიქსატორი და აი ერთ ამბები მქონდა ხოლმე რა და ტირილი კივილი წივილი იყო აბა გაკავებები და ერთ დღეს ძალიან დააგვიანდა და უყურე ახლა მეთქი და აბიღეთ მოვიდა როგორც იქნა ავიღე და ჩემს ტელეფონი და ბოლო ხმაზე ყვირი დე წამიყვანე მიშველი აქედან ისეთ ისტერიკაში და ერთი წამოხტომა იყო ჩემი პალატიდან გაქცევა აი არ მახსოვს რას ვაკეთებდი ვიცი რომ ლიფტი გამოვიძახე შევედი ჩავედი გავედი და დედა უკვე გამოჩნდა აი შევედი დედა რო შემოვეკარი მეთქი დედა წამიყვანი არ მინდა და ბოლო ხმაზე და თან ესე ფეხშველა მეც ესე მივედი უცებ იმიტომ რომ ხა აქედან კლინიკამდე ძალიან ცოტა დრო სჭირდებოდა და მაშინ კიდე ძველ სახლში ცხოვრობდი თან დიდი ღომში და დიდი ღომიდან უცებ უფრო ახლო იყო კიდე ვიდრე ეს და როგორც კი მივედი მანქანიდან ჩამოვედი უნდა შევედი იმიტომ ისეთი ისტერიკა ქონდა რომ მივხვდი რომ ეს ხა ბავშვს იქ ვერ დავტოვებდი და ესე გამოიქცა ისე კარგად დაემთხვა უბრალოდ რომ გამოიქცა ესე უცებ ახტა და ეს ფეხები უკან ასე გადაკვანძა ანუ ზურგს უკან გადაკვანძა ხო და ისე მომეკრო რომ ან ვერავინ ვერ მომაცილებდა და ისე ბოლო ხმაზე ტირის წამიყვანი აქედან წამიყვანი და მე ავედი და ვთხოვე მამუკა იქ მომითხარი გთხოვთ მეთქი წავიყვან რა და ხვალ მოვიყვან მეთქი და ხო ჩაიდგამს ვენას თქო ხომ პირდები მე კი მეორება გპირდები და წამოვიყვანე სახლში მეორე დღეს რომ მივიყვანე მამუკა იქიმა და არა ის მაინც არ ჩაიდგამს და მეორე დღეს რომ მივიყვანე მეგიმ სადა ცოტა ისევ დაიწყო პროტესტები და მე იქ ვიდექი და თან რომ მიმყავდა ვერებდი ხა მამუკა მე რო არ დაგვცინოს არ ჩენ და არც მე არ თქვას მე ხო გეუბნებოდი ხო ჩაიდგამდე ვენას კი მეუბნება რომ მივედით ცოტა დაიწყო მაინც ბავშვი იყო არ მოსწონდა ეჭხლეტები და რო დაიწყო ტირილი მამუკა შემომიტრიალდა და სანამ მეტყოდა რომ აი ხო გეუბნებოდი მეგის რომ გავხედე ასე მიდი ჩადიო და გავშალა ეს ხელი და მამუკა მაიღო ვენა ეგ ძალიან სასაცილო მომენტი იყო ხო შეიძლება რომ ეს კითხვა დავსვა რა შეიძლება შენ არ გეხიბოდეს ალბათ ბევრ ბავშვს აქვს რაღაცა ისტერიკა, აღარ უნდა, იღლება, გაქცევა უნდა
და ამ ყველაფერს ახერხებს ერთი დედა თინათინი, რომ მოაგვაროს ურთიერთობა ბავშვთან, მოაგვაროს ურთიერთობა ექიმთან, მოაგვაროს მათ შორის ურთიერთობა. ეს არის ალბათ ყველაზე რთული, ხო? ყველაზე რთული ბავშვი. კი ვათამათ მართლა. ძალიან რთულ, არ ვიცი, წუთებს გადიან. როგორ ახერხებთ ამას? ბოდიში რა სხვა კითხვა დავსვა, მაგრამ საინტერესოა. აი რაც ამ წუთებში საბა ხო გახსოვს საბუკა. საბუკა იყო 4 წლის, ბევრჯერ შეიძლება მისაუბრია საბუკაზე. და ერთხელ ესე ზუსტად ქონდა მას უდიდესი პროტესის გრძნობა და ესეთი ისტერიკა, მაგრამ საბა ყველასგან გამორჩეული იყო ამ კუთხით, თუ ისტერიკა იწყებოდა, სრულდებოდა ყველაფერი, აი ის არ ქონდა ბავშვს, აი სულ უფრო და უფრო სიღრმეებში გადიოდა და საერთოდ მე უკვე ვეღარ აზროვნებდა და ესეთი ისტერიკა რო ქონდა, ექიმებმა დაუკეთეს დამამშვიდებელი, დააძინეს, რომ გამოვაო ეხა, რას ნიშნავს და ყვიროდა რომ დედა მოვიდეს ჩემზე და მაკას ეძახდა დედას, მე მეძახდა დედას, ნამდვილ დედას მაკას ეძახდა და მოვიდეს დედა, დააძინეს ეს ბავშვი, ეძინა 2 საათი და რო გამოდიოდა აი ამ დიმეტროვის მოქმედება, ტირილით გამოდიოდა და დედა მოვიდეს და ისევე გააგრძელა, ისე რომ გააგრძელა, ხა კიდე ხო ვერ დააძინებდნენ და ამერიკას და მთხოვეს რომ მოდიო კლინიკაში, მივედი, ისიც ისე უკვე ხმაზე ტიროდა და ღრიალებდა, რომ ჩაცმა და გამოცნო ვერ მოვასწარი, შევახვიე პაკრივალაში და ესე მეუბნებოდა, რომ ჭამიყვანე მამაოსთან, მონასტერში მოუნდა მამადრიეს საფლავთან მისვლა. 4 წლის ბავშვს. ზამთარი იყო და პლედი შემოვახვიე და მანქანაში ისე ჩავაჯინე, როგორც კი მანქანაში ჩაჯდა და წავიდეთ მეთქი. ხო და დაწყნარდა, ეგრევე დაწყნარდა, მაგრამ ვიფიქრე ხა მონასტერში ავიყვანო საფლავზე გასვას მომთხოვს და არ გამიცივდეს მეთქი ხა ბავშვი და მეუთხარი, მოდი აი აქ ვისეირნოთ მეუთხარი მანქანით მეთქი და ცხეთაში ხო არ წავიდეთ თქო და კარგი წავიდეთ მითხრა. წავიყვანე და ესე დავდიოდით მანქანაში და ესე რამოდენიმე საათი და ძალიან უყვარდა მაკდონალდსი. ხო და იქაც შევიყვანე რა გინდა მეთქი უყიდე მე ვიფიქრე რაღაცა ცოტა გავახარო მეთქი და ძალიან ესე ჩვენ ხუმრობით ჰამბურგერს არა ზუმბურგერს ამბობდა ხოლმე ემზარ ჩემოგდა ზუმბურგერი მოგვეცით ამ ზუმბურგერს ემდეს იცინოდა რომ ეს გოგოები ვინც იყვნენ და რა ბატონო უკაცრავად ზუმბურგერი ამაზე იმ ხელაზე ხმამაღლად იცინოდა და ამ ზუმბურგერს იმდენ იცინა ამ ბავშვმა გამოვიდა ის რაღაცები არ იყო სწორი დაუშვე, შეიძლება მაშინ არ უნდა გვეყიდა ეს ჩიპსი და რაღაცა, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი იყო იმ წუთას მისთვის, რომ ეს გავაკეთეთ, ძალიან ბედნიერად ესე ვიარეთ და მევთხარი, აი ხომ და დავბრუნდეთ კლინიკაში. ხო, შენ რას ფიქრობ? და გამომხედა ეხლა და ხო, წავიდეთ. და წავედით კლინიკაში, ანუ ყველა ბავშვს იმდენად კარგად ვეცნობოდი, რომ ყველა ბავშვისთვის თავისი რეცეპტი მქონდა. ხომ ფაქტია. აი სხვადასხვა რაღაცას უკეთებდი, სხვადასხვას იმის მიხედვით, იმიტომ რომ ძალიან სხვადასხვა, ყველა დედას ხო ესე აქვს. იცის თავის შვილს, როცა რამოდენიმეა, რომელს რა უნდა უთხრას და გაუკეთეს და ისევე იყო ეს ოტოცესი არ იყო ოპერაცია არ დააწყებინა. არ დააწყებია. სანამ არ მოვიდა დედა. ხო. დაუბრუნდეთ მეკის. აი, ასეთ მძიმე ისტორიებს, ასეთი ემოციით, რომ ვინმე ყვებოდეს და იგი თავის გამოცდილებას აზიარებდეს, მე არ გამიგე და მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის. მე ანუ ძალიან ხშირად იყო ალბათ მომენტი გარბოდი, ასე ხვეოდი დედა თინათინს და არ მიდა, მაგრამ საბოლოოდ ერთ-ერთ ქიმიის დროს, რომელიც მახსოვს, დამეწყო ტკივილები. ტკივილმა გამახვიწყა და უკვე მამკაი ქიმისგან ესმის, რომ ტყვილა წამლავ ამ ბავშვს, არ შველის. დედას ეუბნება, მაგრამ მეძინებოდა სავით უკვე ამ ტკივილით, იმიტომ არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ესმის, რომ ტყვილა წამლავ, აზრი არ აქვს. და მე ერთადერთი რაც ყველაზე კარგად მახსოვს. აი ამ დროს რა იფიქრე? მე ხოთ ისე რომ პატარა ხარ, ტყვილა წამლავთ, რა ხდება შენს გონებაში ამ დროს? შეიძლება მორჩა. ანუ ამას უშვებ. კი. ხო, ვერ ხდება, ანუ რატო? მაგრამ უშვებს. მაგრამ რატომ? ანუ რაღაცა რჩება, რაღაცა უკვე უნდა მორჩეს და სხვა რაღაცა ხდება.
რაღაც ეგეთი და შემდეგ დაიწყო, აი რაც ყველაზე კარგად მახსოვს, ოპერაციაზე დავა, გაკეთდეს თუ არა. მახსოვს კონსილიუმი როგორ იკრიბებოდა, 1000 გამოკვლევა, გადაღება. ანუ შენს გასაგონად ხდებოდა ყველაფერი, ყოველთვის პაციენტი ადგილზე აქვს საჭიროა. ყველანაირად ცდილობდნენ რომ მოვერიდებინე. აი ვიზეთი ჭკვიანი იყო. ყველანაირად ცდილობდნენ რომ მოვერიდებინე, მაგრამ მე უკვე ხვდებოდი რომ შეიძლება აი რაღაც ისე არ არის, შეიძლება მე აღარ ვიყო. და ღმერთს აი ყველაზე კარგად მახსოვს დედაჩემისთვისაც არ მithქვია ეს რომ ღმერთს ვეუბნები და ღმერთო გეხვეწები კიდე გადადე ოპერაცია. ანუ გეგონა რომ ოპერაციის დროს სრულდებოდა ყველაფერი. რატო შეიძლებოდა რომ დაუფლებოდა ეს შეგრძნება გეტყვით, იმიტომ რომ მამუკა იყო ის ერთადერთი ადამიანი ღმერთმა აცხონოს მისი სული, რომელმაც თქვა რომ ოპერაცია გაკეთდება, მე კი გადარჩება. ქიმიას მეც არ გადაუსხა, იმიტომ არაფერს არ აკეთებს ეს ქიმია. უკვე უნდა საოპერაციო, მაგრამ იმხელა წარმონაქმნი ქონდა მუცელში და ყველა კვლევის დასკვნა იყო, რომ ინვაზირებული, ჩახორცებული იყო სადღაც იქით, აქეთ და იმდენად იმხელა მასა იყო და ესეთი მიჭეჭყილი ქონდა ყველა სხვა ორგანოები ბავშვის სხეულში. რომ ყველა ერთხმად ამბობდა, რომ ეს ოპერაცია ვერ ჩატარდება, არ ჩატარდება. როდესაც მე მამუკასი ძალიან მჯეროდა და რომ მითხრა, რომ აი გეუბნებიო, აი ისეთი ის ქონდა წინასწარი გრძნობა, იმდენად იცოდა რაღაც ყველაფერი ვერ გეტყვით რა. უნიკალური ბიჭი იყო. კი, თან ზუსტად ესე გააკეთა ხელთ, რომ აი ოპერაციაზეო, აი ასეო ბურთივით ამოვაგდებოთო. და როდესაც კონსილიუმი იყო ერთ-ერთი და აი ძალიან ისეთი ღრმად პატივცემული პროფესორები, ადამიანები იჯდნენ და ყველა თავს აქნებდა არაო, მამუკა იძახდა მარტოკის და მე მაინც მოვითხოვე. ერთადერთი დედა დავისვი და უთხარი თამარს, მე უთხარი თამარ. ოპერაცია თუ არ გავაკეთეთ, მე უთხარი მეგი უკვე ქიმიას არ უკეთებდი და დამთავრდა რისიმოლოდინში უნდა ვიყოთ, ხო? ზუსტად ვიცით რაც მოხდება და ოპერაციის შანსი აქვს ბავშვს, მე უთხარი და შენ უნდა გადაწყვიტო მეთქე. შემომხედა და მითხრა, შენ რას იზამთრიო? და მე უთხარი რომ ეს მამა ანდრიასის შანსი ქონოდა და მე გამოვიყენებდი, მე უთხარი იმ რისკის მიუხედავად მეთქე. და ნუ ეს ადამიანი ისეთი არის თამარი, მე მეტი არ მინდა სიტყვა და წინადადებაო. ვაკეთებთ ოპერაციასო. მე მაშინ იერუსალიმში მყავდა ბავშვები და იერუსალიმიდან ჩამოტანილი სკვნილი მქონდა და ისე შემეშინდა თვითონ ჩემი წინადადების. ეს სკვნილი მოვიხსენი და მივეცი თამარს და ვეუბნები. ხა შენ გადი, არავის არაფერი არ დაელაპარაკო ოპერაციის დღეს. ხმა არ ამოიღო, მხოლოდ ილოცე, მეც მხოლოდ ვილოცებ. და აი ის რამდენი საათის ოპერაცია მიმდინარეობდა ცალუღელაშვილმა მამუკასთან ერთად ჩაატარა ეს ოპერაცია. ხმა არ გაგვიღია არც ბიოლოგიურ დედას, არც მე სულ ლოცულობდით და რომ გამოვიდნენ საოპერაციო და საჩვენებელი ოპერაცია იყო უამრავი ქირურგის შიგნით, იმიტომ არავის არ სჯეროდა მამუკასი და ზუსტად ასე მოხდა. ურთივით ამოიღეს მთელი ეს ამხელა წარმონაქმნი. რომ დავთესეთ მერე ასოხიც ისეთი იყო, რომ ყველაფერი დაკალცინირებული იყო, არც ერთი უჯრედი არ იყო, უბრალოდ ზომაში არ იკრებდა და ამიტომ მრავალკამერული იყო და რაღაცა უდიდესი წარმონაქმნი და საშინელება მე ვნახე თვითონ და ფოტოებიც მქონდა დიდი ხანი და მე წავშალე და იმ ოპერაციის შემდგომ არც ერთი ოპერაციის ქიმიოთერაპია არ დასჭირვებია მეკის. ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება. მეკის. ანუ იქ დამთავრდა ყველაფერი, ხო? იქ დამთავრდა ყველაფერი. ეხლა რა ხდებოდა შენ პატარა ტვინში, რომ გითხრეს, რომ მორჩა, ყველაფერი დასრულდა. თავიდან საუნდტროფში უკვე რომ გავიღვიძე, უკვე ხვდებოდი, რომ რაღაც რადიკალურად იცვლებოდა. თავს ცოტას ვქნობდი, მაგრამ ერთი სული მქონდა, რომ გამეღწია უკვე იქიდან. ანუ უკვე მივხვდი, რომ მე ჯანმრთელი ვარ, რომ აღარ მომიწევდა საუნდტროფებში ასე სიარული, აღარც გადასხმები, აღარც არაფერი ისეთი. მაგრამ ვიყავი დაკვირვების ქვეშ. ანუ უბედნიერესი ვიყავ მაშინ და ეხაც რომ ვიაზრებ და ხვდები, ყველაზე მეტად მქონდა რწმენა იმის და იმედი, რომ მე გადავრჩებოდი, მე კარგად ვიქნებოდი. თუ ადამიანი შეხედავს საკუთარ თავს ამ ყველაფერს და მიუხედავად პოზიტიურად და იმედი ექნება ღმერთის, თუნდაც იმ ადამიანების, ვინც შენ ასე გეხმარება და გვერდში გიდგას, ფიქრობ ყველაფერი შესაძლებელი. ან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას, ხო? კი, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას.
იმიტომ რომ ის შენთვის ფსიქოლოგიურად მოქმედებს. თუ იფიქრებ პოზიტიურ დადებითი მხარე მოდის. და თუ არ ყოფით ერთი ფიქრებ, მაშინ სხვანაირად შედეგს. ერთი და ის ქონდა, რომ მოდიოდა აქეთ ხოლმე ის სურვილი და ის დიდი დედა მომიყვა ფონდში როცა მოდიოდა. რა. პატარა რო იყო, რას იძახდი? ფონდიდან წასვლა არ ზურს არ მინდოდა. მინდოდა რომ სულ იქ ყოფილიყავით დედას ვეხვეწებო. დედა კიდე ერთი დღე დავრჩეთ რა, კიდე ერთ დღე და ერთხელ გავუბრასი და თბილისიდან რო გავდივართ ხიდი რო ერთხელ ეს ხიდი ჩაწყდეს და აღარ დავიდებით. ისე არ უნდა წასვლა რომ ააფეთქა მთელი თბილისი. კი, ეს ხიდი გავანადგმებლიო. დედამისო რომ მოიყვა იმდენი ვიცი მაშინ და თან ისე ხმამაღლა ამბობდა მარშრუტის მთელ მარშრუტს ესმოდაო რომ აი ეს ხიდი ნეტა არ იყოს რომ უკან წასასვლელი აღარ მქონდეს. ხო და მეგობრებო, აი რო უყურებთ ახლა ხან რო ცრემლი გადგებათ, ხან რო გეღიმებათ, ხან რომ გეცოდებათ რაღაცა ერთხან რო ფიქრობთ რომ რა მაგარია. ამისთვის თქვენი აქტიურობა აუცილებელია, იმიტომ რომ არა თქვენს მიერ გაღებული თუნდაც 1 ლარი ყოველ 13 რიცხვში ან იმ კომპანიების ფული, რომლებიც ყოველთვიურად დონაციას აკეთებდნენ, მერწმუნეთ რომ მეგის აქ ჩვენ ვერ ვნახავდით. მეგი ახლა უკვე არ ვიცი სხვაგან იქნებოდა განკურნებული და ეს გამოცდილება მას ცხოვრებაში არ ექნებოდა. ასე რომ ყველაზე მინიმუმი რაც შეგვიძლია მოვიწონოთ ვიდეო და გადავაზიაროთ. ამით ჩვენ უფრო მეტ ადამიანამდე მივალთ, გულამდე, ტვინამდე, არ ვიცი. და თუ გააზიარებდა კიდე ზემოდან პლუსაც გადმორიცხავთ, მერწმუნეთ რომ აქ ბევრად მეტი გაღიმებული ადამიანი ივლის და მათი ცხოვრების ხარისხი უფრო დამაკმაყოფილებელი იქნება. კიდე იმას დავამატებ, რომ ბერიანდრიას ფონდი უბრალო ფონდი არ არის. აქ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. ისევ ცხოვრობთ როგორც ერთი დიდი ოჯახი, ჩემთვის აქ თითოეული მაცხოვრებელი, ჩემთვის არ არის უბრალოდ ფონდის წევრი, ჩემთვის არის როგორც ჩემი პატარა და-ძმა. ან უფროსი და-ძმა, რომელიც ერთი მეორეზე ყოველთვის ვზრუნავთ. აი, რითაც შემიძლია ხოლმე მეც იმისთან მიუხედავად, რომ გამოჯანმრთელებული ვარ, ყველანაირად ვცდილობ ხოლმე რომ დავეხმარო და ვანუგეშო. იმიტომ რომ ერთგვარი გამოვლილი გაქვს და იცი უკვე. კი ბატონო, ერთგვარი სტიმული ვართ, იმიტომ რომ როდესაც შემოგხედავ ჩვენ ის მშობელი და ნახავს რომ ესე კარგად ვარ და იმას იმედი უჩდება იმის, რომ ჩემი შვილიც ასე იქნება ერთ დროს. თან კარგი ფსიქოლოგები მუშაობენ მშობლებთან, ბავშვებთან, იმით აძლევენ, ესაუბრებიან. აი ძალიან მნიშვნელოვანი რამეს აკეთებენ და მეგიზე ხა უცებ გამახსენდა ძალიან ხა ცოტა დავიძებენ ნეტა რა სიტყვის მეთქი, იმიტომ რომ მაგრამ ახლა უკვე დიდია, პატარა რო იყო. ჩვენ გქონდა ძველ სახლში გახსნა რაღაც სიცოცხლის ფესტივალი გქონდა თუ რაღაც არ მახსოვს, დიდი ღონისძიება გქონდა და მაშინ მე იყო დავით ნარმანია, უკარგესი ადამიანი. ძალიან მიყვარს მთელი ოჯახი, იმიტომ რომ სულ ჩემ გვერდში იყო ეს ადამიანი, რა ვიცი, ოჯახი ჭუმად მოდიოდა, რაღაცებს აკეთებდა და როგორც მე კიდე ძალიან გვერდში მედგა და მეხმარებოდა და მოვიდა და დაადგა ეს მეგი და ელაპარაკება დიდი ქალით, მე ვდგავარ გვერდზე და ეუბნება, იცით რა არის ბატონო დავით? ეს სახლი ჩვენი კი არ არის. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი სახლი გქონდეს და ისეთ რამებს ეუბნება. მე ხო კიდაღა მოვკვდი ხა ამ ადამიანმა არ იფიქროს რომ ეს ბავშვი მოვაგზავნე. უბრიალებ თვალებს მეგის უხილი და გაჩერდი მეუბნები და უცივი და მე ასეთი არის მეგი და ესეთია მეუბნები იმდენად მომერიდა. აი მაშინაც კი იმ პატარა თავისი ტვინით ეს ბავშვი ტვინავდა რომ აი ეს უნარი ქონდა რომ ვისთვის რა უნდა ესქვა. მაგრამ საჩუქრების კუთხით ეს მეგი არის ის რომელიც უთუთი ყუშებს ითხოვდა. ხავ ეგ მომენტი ნახავს რომ აი უთუთი ყუში უნდა და რამდენი თუთი ყუში ყავდა? 2 თუთი ყუში ყავდა. ერთი გამიფრინდა და ძალიან დამწყდა გულები და მეთქი აი კიდე თუ იქნება შესაძლებლობა თქო. უფრო კარგად მოვლი თქო და მაგან დაშენ ლაპარაკიც კი ისწავლა ჩემს ხელში იმდენივე ლაპარაკი. და ის დღე მახსოვს რომ მოდის ეს ჩემი ფონდის წევრი იყო ირაკლი. მასთან ვიყავი ძალიან ახლოს აი ერთმანეთის გარეშე რომ ვერ ვძლებდით. და ერთ დღეს მოდის და მეუბნება რომ ეხა თქვა რომ ისევ თუთი ყურში ჩაწერეო და ხო გამომართ და მომეციაკ შენ არ შეიძლება ადგა და თვითონ ჩამიწერა ლეპტოპი. თუთი ყურში გადაგიცვალა ლეპტოპში. ეს ისტორიაც მოსმენილი მაქვს, მაგრამ ეხლა კიდე სულ სხვანაირად. ხო, ანუ აი ეგ არის ის მეგი მინდოდა რომ მე თქვა ჩემთვის ეს ბავშვები არიან ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო. იმიტომ რომ იმ ხელა რთულ რამეს ებრძვიან. ის
საშინელება არის. ზოგჯერ ჭამა არ შეუძლიათ, ზოგჯერ ფერებზეც კი აქვთ რეაქცია, სუნზე, ძალიან რთულ და მძიმე დროს გადიან და ერთმანეთზე როგორ ზრუნავენ, ეს კიდე სულ სხვა რამეა. ზუსტად რო იცი სხვას რა აწუხებს და როგორ და ამ ზრუნვას რო ვხედავ, ამაზე ვგიჟდები ისე მიყვარს და სულ ვამბობ, რომ რა კარგი შვილები მყავს, რაღაცა სიამაყის გრძნობაც მეუფლება. ხო და ჩემთვის, არ ვიცი, ჩემი ცხოვრებს აი თუ როგორ ვაგრძელებ კიდე ყოფნას და არსებობს, ეს ბავშვები მაძლევენ ამის ძალას, იმიტომ რომ ყველაფერი შემაგრძნებია სამ ბავშვებმა, რაც ჩემ შვილთან ვერ მოვახერხე, ვერ მოვასწარი, ისინი მივსებენ ყველა ეტაპზე და ყველა დონეზე და ამიტომ, რა ვიცი, უზომოდ მადლიერი ვარ და დღეს მეგის ჩვენს გადაცემაში სტუმრობა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მან ყველა ეტაპი გაიარა საქართველოში. სულ ყველა ეტაპი და ურთულესი ოპერაცია და უნიკალური ოპერაციაც აქ გაიგეთ. კი, და ამიტომ სწორედ ამ ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი მიზანიც ხომ ეს არის, რომ ადამიანებს რწმენა ჰქონდეთ ჩვენი ექიმების. რა თქმა უნდა და არა მომდის ექიმი, რომელიც აქ გავიცანი, მას ბევრი მქონდა გაგონილი, მაგრამ უშუალოდ რომ ნახე, ლორია გიორგი ასეთი ვნებით ადამიანი რო ლაპარაკობდეს თავის პროფესიაზე და ასე ხსნიდეს, მე სხვა არ მინახავს, გარდა აი თქვათ შემოქმედებითად, აი მხატვრებისა და თქვათ რეჟისორებისა. თითქოს კაცი, ქირურგი, რა ქვია, ორთოპედი და უცებ ხდება ბედნიერი, უფართოვდება თვალები და იწყებს ლაპარაკს, ძვალი ჩამოვასხი სახსარი, საოცრებაა ხალხო, მართლა ძალიან კარგი ექიმები ყავს და რასთავარია თქვენ ხართ ჩვენი ყველაზე მთავარი ძალა და მამოტივირებელი, არ ვიცი, ენერგია. მადლობა და მოიწონეთ ეს ვიდეო. სხვასაც მიეცით უფლება რომ ნახოს, სხვასაც მიეცით შანსი რომ აი ეს ემოციები მიიღოს, ან ტიროს, ან იცინოს, ან უბრალოდ დაფიქრდეს. მე შეგახსენებთ რომ დიღომში ფაქტობრივად ქალაქის ცენტრში არის ეს სახლი, ბედნიერების სახლი, სადაც ყოველ დღე ძალიან მძიმე გზას გადის 1, 2, 3, 10, შეიძლება უფრო მეტი ბავშვი. დიახ. და თქვენ შეგიძლიათ რომ მათ დაეხმაროთ. არ დაიზაროთ, შედით კიდევ ერთხელ დაათვალიერეთ ჩვენი ვიდეოები, გადახედეთ თვალი ყველაფერს და მაქსიმალურად შეძლების და გვარად დაეხმარეთ მათ. არა და ისინი გვეხმარებიან ჩვენ რომ ვიყოთ უფრო კეთილები და კარგები. ოღონდ მართლა გეუბნები. მე არ ვიცი მატერიალურად რა უნდა გავიღო იმისთვის რომ ეს ენერგია სადმე მივიღო და ეს გაღიმება და ეს ნდობა რომელიც აქმა. კიდევ ერთხელ მადლობა ორივეს. გაიხარ. მადლობა თქვენ. მომავალ ოთხშაბათს შევხვდებით. მომავალ ოთხშაბათს. ყოველ ოთხშაბათს 21 საათზე ინტერნეტ გადაცემა სიცოცხლის ხედი.